დღეს გიორგი ხატიაშვილი ჩაგვერთვება სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. მოგესალმებით, გიორგი. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რისი თქვა შეგიძლია შენ აი ამ საათების მდგომარეობით რა უფრო მეტად არის მოსალოდნელი რომ ჩაერივა ამერიკა ამ ბავშვი თუ დასრულდა უკვე ეს თემა და ამერიკა აღარ ჩაერევა? კრიზისი ალბათ არ დასრულებულა, თუმცა ის უახლოეს მომავალში, ესე იგი ეს სარაკეტო თუ საჰაერო დარტყმები ალბათ უფრო არ იქნება და რასაც საერთაშორისო მედია წერს, ეს მნიშვნელოვანი დამსახურება, თავად თქვათ ირანის რეჟიმის, ასე ვთქვათ, რაციონალურობის იმ კუთხით, რომ ალბათ რაღაც შეთანხმებაზე წამოვიდნენ და მეორე მხრივ სამეზობლოსი, ხო, როგორც დაიწერა უკვე საუდის არაბეთი, თურქეთი და კატარი და განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ესე იგი ცდილობდნენ ტრამპი გადაერწმუნებინათ იმისგან, რომ საჰაერო დარტყმები მიეყენებინა ირანისთვის და შესაბამისად ამ წუთას ესე იგი სამეზობლომ შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინა ირანი და თვითონ რეჟიმის იმ დონის რაციონალურობამ რომ მიხვდნენ, რომ ეხლა სიკვდილით დასჯა ამ ხალხის ასეთ პირობებში მხოლოდ ესე იგი ნაფთის დასხმა იქნებოდა ცეცხლზე. ხო, კი ბატონო, მაგრამ ეს როგორ ფიქრობ, დროებით გადავადა თუ შეიძლება კვლავ დადგეს დღის წესრიგში სამხედრო ჩარევა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან? ბევრი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე უბრალოდ ამერიკას არ შეეძლო ფიზიკურად ამის გაკეთება, იმიტომ რომ იქ სამხედროები არ იყვნენ იმ რაოდენობის, თქვათ, გემები არ იყო და ასე შემდეგ და შეიძლება მერე დადგეს ეს დღის წესრიგში. კი ბატონო, ხა ჯერ ეს ერთი ალბათ იმდენი ძალა რომ რაღაცა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ამერიკას ამ წუთასაც აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულის 12-დღიანი ომის შემდეგ ისრაელმა პრაქტიკულად გაუნადგურა ირანს საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ სრულიად მოტიტულებულია ირანის ცა, შესაბამისად ამერიკელებს უპრობლემოდ შეუძლიათ ნებისმიერი მიზნის განადგურება, ეს ერთი. თუმცა აქ არ არის სამხედრო პრობლემა, აქ არის პოლიტიკური პრობლემა, რაც ასე ვთქვათ, საუდის არაბეთს რისაც ეშინია, ხო, ხა საუდის არაბეთი არ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანი ირანის პირიქით, ხო, წლების მანძილზე ეს არის დაპირისპირებული სახელმწიფოები, თუმცა საუდის არაბეთს ესმის, რომ ირანის რეჟიმის იმ დონეზე მორყება და ამერიკის დაბომბვა შეუძლია სრული ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს და რეჟიმი იმ დონეზე სუსტოს რომ ქვეყანაში დაიწყოს ანარქია და ქაოსი, ეს პირველ რიგში დაარტყავს სამეზობლოს, ხო? და საუდის არაბეთს უკვე ეს ერაყის შემთხვევაში უკვე ნანახია, ხო, ეს რეჟიმების ჩამოგდება ამერიკელების ხელით, რითი მთავრდება. ამიტომ საუდის არაბეთს ამ წუთისთვის ალბათ ურჩევნია და თურქეთსაც და კატარსაც რომ არ შედგეს ეს სამხედრო ინტერვენცია, იმიტომ რეალურად ხო საუდის არაბეთს ირანისგან და ზოგადად რეგიონს ირანისგან რა აწუხებს, ეს არის ჰეგემონიზმი და ეს არის ბირთვული პროგრამა. ჰეგემონიზმი ისრაელის წყალობით, რომელმაც გაანადგურა ჰეზბოლა, ასევე ვთქვათ, ირანის საცესები თითქმის განადგურებულია და ირანს ნამდვილად არ აქვს თავი ეხლა რომ paramilitārული ორგანიზაციები აფინანსოს და ჰეგემონიზმი წინ წაწიოს და მეორე არის ბირთვული პროგრამა, ხო? საუდის არაბეთს ღიათ აქვს განცხადებული, რომ თუ ირანი გახდება ბირთვული სახელმწიფო, ისიც დაიწყებს ბირთვული იარაღის შექმნას და ეს ასევე ამ 12-დღიანმა ომმა ერთის მხრივ დაამტკიცა, რომ არანაირი ბირთვული იარაღი ირანს არ აქვს, ანუ ისია გადამალული, რომ ვერან ვერ მიაგდო და მეორე ის, რომ ამ დაბომბვებმა მნიშვნელოვნად გადაწიეს ეს თქვათ ნიშნული, როდესაც ირანი შექმნის ბირთვული იარაღს. დანარჩენი ახლა დემოკრატია იქნება ირანში შიგნით თუ არა, ეს საუდის არაბეთს და რეგიონულ სახელმწიფოებს ნამდვილად არ ადარდებთ და შესაბამისად ვიღებთ ასეთ სურათს, რომ თქვათ საუდის არაბეთი, თურქეთი, კატარი, რომ ტრამპთან ახლოს არიან, ყველა ურჩევს, რომ არ განახორციელოს ეს სამხედრო ინტერვენცია. ალბათ თვითონ ადმინისტრაციის შიგნით არიან ხმები, რომელსაც მიაჩნიათ, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, მაგრამ მეორე მხრივ ყოველთვის ეს განსაკუთრებით ხო ტრამპიზმი ანტიინტერვენციონიზმზე დგას. ერთია ხა ვენესუელის სახელმწიფო მეთაურის დაპატიმრება და მეორე არის, როდესაც თუ ისე მოარყევ რეჟიმს, ეხლა კი შეიძლება თქვათ ოპოზიციამ ჩაანაცვლოს, რომელიც 50 წელია ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ალბათ უფრო სავარაუდო სცენარი არის ისეთი ქაოსი,
რომლის მერე უკვე გზელვადიანი შედეგების გაცვლა თითქმის შეუძლებელი იქნება. ანუ ტრამპაც ისაუბრა რეზა ფეხლევიზე და თქვა რომ არავარო დარწმუნებულია რომ ის მანს იქ აქვსო ხო რაღაც ხარდაჭერაო და ახლა ასეთი განცხადება გააკეთე ხა ზუსტ ციტატას წავიკითხავ ამასთან დაკავშირებით. ხო ანუ რა პრობლემები შეიძლება გქონდეს ამზე განვითარება სცენარების ხო ანუ რატო არ არის შეიძლება ვთქვა იგივე ფეხლევი მისაღები იგივე დონალდ ტრამპისთვის ბოლომდე ხო აი რა თქვა ტრამპმა სასიამოვნო პირობებად ჩანს მაგრამ არ ვიცი მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობასო განაცხადა მან ხო ანუ ეს რეზა ფეხლებიც ხო არის რა სახელი ნუ მამამისის სახელი თავისი სახელი კაცი 50 წელია მე მგონი ქვეყანაში არ ყოფილა ირანის რევოლუციამდეც არის ხო 79-ში მოხდა რევოლუცია და მანამდეც ტეხასში სწავლობდა და კი ბატონო პრესა და ემიგრანტული წრეების ნაწილი მხარს უჭერს მაგრამ ეხლა რეალური მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით ეს ჯერ არავის არ გაუზომია და მეორე ძალიან საფუოა რომ ეხლა ამ კაცმა ხარდაჭერაზე ხო არ არის მეორე დაიჭიროს ქვეყანა ეხლა რეჟიმი ჩამოუყდა ერთია და მეორე ეხლა რეზაფეხლებს რო დასვავ შეძლებს თუ არა რომ მართოს ეს ქვეყანა და ეს მართებული ეჭვები აქვს ტრამპს და იგივე ეჭვებს სხვათა შორის ხო ვენესუელაშიც იგივე განხორციელდა რა მოხდა რომ თქვათ დაიჭირეს მადურო და დელსი როდრიგეს აუხსნეს რომ ან მოიქცევი ისე როგორც ჩვენ გვინდა ან ხო ხედავ რაც მოხდება მაგრამ არ მოხდა გათვლა რომ თქვათ და ან ის გონსალესი ან კორინა მაჩადო დავსვათ პრეზიდენტ ან ჯერჯერობით მაინც რატომ იმიტომ რომ იქაც იგივე გათვლაა რომ ეს თლიანად ბოლივარიანული ელიტის განადგურება გამოიწვევდა ქვეყანაში იმაზე დიდ ქაოსს ვიდრე ეხა ვენესუელა და იმაზე უამართავს სიტუაციას ანუ რა ხდება ამერიკელები ასევე თავისი გამოცდილებით სწავლობენ ხო ინტერვენციები როდესაც მთლიანად ანადგურებ რეჟიმს ელიტას სამხედრო საპოლიციო ხელმძღვანელობას რეალურად მე გაცილებით დიდ ქაოსს იწვევს და უკვე ყველასთვის ცხადია რომ ერთ და ორ დღეში დემოკრატია ვერ და არ მყარდება ხო ხა დემოკრატია არის მუდმივი პროცესი და უკვე 250 წლოვანი დემოკრატიის ქვეყნებსაც რაღაც პრობლემები ექნება და ესე უცებ ხა დაბომბვებით და რაღაცა იქ ჩამოგდებით უცებ ირანში დემოკრატიის დამყარება ეს ხა ერთ ტრამპს არ ჯერა მეორე მაინდა-მაინც დიდი სურვილიც ალბათ არა აქვს ხო, ну ეგ საინტერესოა რისი სურვილი აქვს ტრამპს და ზოგადად იგივე ვენესუელასთან დაკავშირებით იქნება თუ ირანთან დაკავშირებით იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა იმედი რომ შეიძლება რაღაც დემოკრატიამ გაიმარჯვოს ხო იქაც და აქაც მაგრამ ნუ ფაქტია რომ ჯერჯერობით ასე არ ხდება და ხა დემოკრატია ამ ქვეყნებში ტრამპს დიდად არ ადარდებს როგორც ჩანს ხო ხო ნუ ვენესუელა მრავალშრიანია ერთის მხრივ ახლა შიდა პოლიტიკური განზომილება არჩევნებია 2026-ში და თქვათ აჩვენოს რომ კი აი ომი არ დავიწყე მაგრამ აი ამერიკის ძალა ვაჩვენე და თქვათ დავიბრუნე და ვიცი ნავთობი და ანტიამერიკული რეჟიმი მოვათვინიერეთ ეს ნამდვილად შიდა განზომილება მეორე არის რეგიონალური განზომილება რაც არ მალავენ ანუ მონროს დოქტრინის განახლება და რეგიონალური ჰეგემონიის გაძლიერება და სიგნალის სხვა რეჟიმებს როგორც არის ნიკარაგუა, კუბა, რო წესიერად მოიქეცით, ან თქვენც იგივე ბედი გელოდებათ. ხო? და ნუ ეკონომიკური განზომილება რომელსაც ასევე არ მალავს, ეს არის ნავთობი, თუმცა ეს ნავთობიც ისეთი საკითხია, ხო, როგორც ვენესუელას აქვს უმძიმესი ნავთობი, მისი მოპოვება, გადამუშავება, მილებში გაშვება ძალიან რთულია და როგორც იმ ნავთობ კორპორაციებთან შეხვედრის დროს გაირკვა, არც ისეთი თქვათ არ ჩქარობენ ნავთობ კორპორაციები ვენესუელაში შესვლას, მაგრამ ამის მიღება რა თქმა უნდა, ანუ ანტიამერიკული რეჟიმი მოათვინიერეს, კუბას შეუწყვეტეს ნავთობის მიწოდება, ხო, მეორე ანტიამერიკული რეჟიმი დასავლეთ ნახევარსფეროში და პირდაპირ დაწერეს, ხო, რომ დაწერა დონალდ ტრამპმა, რომ კუბა ან ეხლა რაღაცა წამოვა შეთანხმებაზე ჩვენთან, ან უარესი ელოდება. შესაბამისად, ამ კუთხით ესე თქვათ მრავალი განზომილებიანი ნაბიჯი იყო ვენესუელაში ინტერვენცია და ჯერჯერობით მარტო ну, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო დამართალს და ჩინეთი და რუსეთი რასიზმს და ასე შემდეგ, ანუ რეალ პოლიტიკის კუთხით ჯერჯერობით არაფერი ტრამპს არ დაუყურებს. ხო, და ანუ კი გასაგებია ვსაუბრობთ, რომ აი ვენესუელა შეიძლება მაინც ნელ-ნელა რაღაცები შეიცვალოს, ხო? იქ კუბაზე ვსაუბრობთ, მაგრამ აი ირანის შემთხვევაში თუ ეს ახლა გადააგორა ამ რეჟიმმა, როგორ ფიქრობთ, საით წავა კიდევ უფრო მარწუხების მოჭერისკენ თუ მოშვებისკენ, ხო? შეიძლება იქ უარესი მოხდეს. ვიდრე დღეს ხდება. ხო, ხა რეჟიმი თუ გადააგორებს ამ ამბებს, რეჟიმი და ყველა რეჟიმი ხო არის თვითგარდაჩენისკენ ორიენტირებული. ის რა დასკვნებს გამოიტანს, ერთი მხრივ ფაქტია, რომ არის ეკონომიკური პრობლემები, იმიტომ რომ ეს პროტესტიც ხო
უკმაყოფილება ეკონომიკური განზომილებით დაიწყო. ეკონომიკური პრობლემები ვერ მოგვარდება თუ ეს სანქციები დარჩა, ხო? ფაქტია, რომ კატასტროფული სანქციების ქვეშ არის ირანი და კატასტროფული წნეხი. ამის ერთადერთი გზა არის ამერიკელებთან დალაგება, ხო? ეგ ხა ესეთი იოლი არ არის როგორც, იმიტომ რომ ბირთვული პროგრამა იქნება თუ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, ეს არის ასე ვთქვათ რეჟიმის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ეხლა კი ბატონო ეკონომიკური სიკეთეებში ვთქვათ განიარაღებას არ ამგონი არც ჩრდილოეთ კორეა ამს და არც ირანი ურჩევნია რომ იყოს სიღარიბე და კონდეთ ეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. შესაბამისად დიდ ცვლილებებს მე ვერ ვხედავ არც დემოკრატიზაცია, ირანის დემოკრატიზაცია შიდა არჩევნებში ვიღაცას დაუშვებენ, ვიღაცას არა, მაგრამ დიდ ცვლილებებს მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ უბრალოდ ის დათმობები, რასაც თქვათ ამერიკელები ირანს თხოვენ ეკონომიკური შემსრულებლობის სანაცვლოდ, ირანი მასზე ვერ წავა, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმის განიარაღება პრაქტიკულად. შესაბამისად, თუ რეჟიმმა ეს გადააგორა, რა დასკვნასაც ყველა ნახევრად თუ ავტორიტარული რეჟიმი გამოიტანს, არის რომ სადღაც გაგვექცა გასაძლიერებელია უსაფრთხოების სამსახური და გასაძლიერებელია თქვათ ეს ხალხის მართვის რაღაცა სტრუქტურები და სისტემები. ხო, ანუ შეიძლება უარესი მივიღოთ, ხო? და შეიძლება ამერიკასთან თანამშრომლობაზეც წამოვიდეს ან არ წამოვიდეს ეს რეჟიმი. ხო, იგივე ვენესუელის რეჟიმისგან განსხვავებით. საბოლოო ჯამში ამერიკაში რამდენად დაარტყამს ეს ყველაფერი ტრამპის პრესტიჟს, იმიტომ რომ ბევრმა გაიხსენა ობამას შემთხვევა, როცა ის ასადს ემუქრებოდა სირიაში, ხო, რომ დაგარტყამო თუ ქიმიური არახს გამოიყენებოდა, მე არ შეასრულა ეს დაპირება. იგივე გამოუვიდა რაღაც ტრამპს თითქოს, აქ ვითომ რაღაც კლადობები კი შეწყდა, მაგრამ რაღაცა ლინცი გრემი და სხვაებიც კი რესპუბლიკელები იყო აქტიური მომხრეები ამ ინტერვენციის. ხო, არ არსებობს ინტერვენცია, რომლის მომხრე ლინცი გრემი არ არის, მაგრამ რაც შეეხება კი ეხლა რა თქვენ გაიხსენეთ ობამას და ასადის შემთხვევა, იქ გაცილებით უარესი იყო იმ კუთხით, რომ იქ პირდაპირ ითქვა, ხო, რომ თუ ასადი ქიმიური არაღას გამოიყენებს, ჩვენ საპასუხო ზომებს განმახორციელებთ, მერე დაბომბამდეც მივიდა, მერე იორჭოფა ობამამ, არასოდეს ობამას ეს დაბომბა არ უნდა და მიაჩნდა, რომ მასზე წნეხი იყო და საბოლოოდ კი ბატონო ის იზარალა შიდა პოლიტიკურად უკვე არჩევნები მოგებული ქონდა ხო თუ არ ვწდები და მაინდა-მაინც ამ საკითხმა შიდა პოლიტიკურად არ დააზარალა პიროვნულად. რაც შეეხება ახლა ტრამპის საკითხს, ეს ესეთი მნიშვნელოვანი იმ კუთხით არ არის, რომ ესე პირდაპირ არის, უпростоრეთ ახლა ტრამპის პირად სოციალურ ქსელში ითქვა, მაგრამ ჩვენ შეჩეული ვართ, ხო? მუქარებს, ორ კვირაში ომების დასრულებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასე რომ ამ კუთხით არ ამგონია ვინმეზე დიდი გავლენა იქონიოს და რეალურად ინტერვენციის მომხრეებიც უნდა დაფიქრდნენ, რომ კი ბატონო, კიდევ ერთხელ, ხო, სამხედრო თვალსაზრისით თუ მოაბილიზებს ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატები, არც ისე რთულია, ხო? ირანის ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის განადგურება, ქვეყნის სრულ ქაოსში მოქცევა, ენერგეტიკის განადგურება, ავიცი წყლის ფილტრაციის სადგურების განადგურება, პორტების განადგურება, სრული ეკონომიკური კოლაფსი, რეჟიმის ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც ადრე თუ გვიან ალბათ რეჟიმის ვთქვათ დამხობა შეიძლება მოყვეს, მაგრამ მერე რა ხდება, ხო, არის ეს კითხვა, რომელიც ალბათ აფერხებს ამერიკელებსაც და შეიძლება ისრაელსაც. ხო, აი მერე რა ხდება, თორე კი ბატონო გაანადგურა და 80 მილიონიანი ქვეყანა იმაზე დიდ ქაოსში მოაქცია, ვიდრე დღეს არის. აი მერე რა ხდება, ხო? ერთი პასუხია, რომ მერე რეზაფეხლები თუ რაღაც ემიგრაცია თუ რაღაცა დემოკრატიული აღორძინება, მაგრამ ეს ძალიან სათუაა, ხო? ხა ქვეყანას როცა ყველაფერს გამონადგურებ, იქ დემოკრატია ძალიან ისეთი საეჭვო რომ დემოკრატია აღმოცენდეს. უფრო არის რომ ქაოსი და ამ ქაოსით უკარგებლებს ისე ყველაზე რადიკალური, ყველაზე უფრო კრიმინალური და ყველაზე უფრო ასე ვთქვათ ბრელი ძალები. და შეიძლება უარესი რეჟიმი მოვიდეს. ხო, ბევრი კითხვა არის. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი ხატიაშვილი გვერდთვებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.